მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 3 საათზე. ახალ ამბებს ლუკა ჩანგელია გადაცნობს. რამდენად დამოუკიდებელია ექსპერტი, რომელმაც მოსკოვის მექანიზმის დასკვნას ხელი მოაწერა. ირკვევა, რომ პატრიცია გჟებიკი პოლონეთის მთავრობის მრჩეველია. მაშინ, როდესაც პირს დამოუკიდებელი ექსპერტის წოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ მას საჯარო თანამდებობა არ უკავია და არ შეხება არ აქვს პოლიტიკურ რგოლთან, გჟებიკი მუშაობდა პოლონეთის იურიდიულ მრჩევლად საერთაშორისო სასამართლოში. დაწერა იურიდიული და სტრატეგიული ანალიზის სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტისთვის, იუსტიციის სამინისტროსთვის და პოლონეთის ომბუდსმენისთვის. ის ვარშავის დიპლომატიური უწყების იურიდიული საკონსულტაციო კომიტეტის წევრის პოზიციასაც იკავებს, რაც ინტერესთა კონფლიქტს იწვევს. ამ ყველაფრის ფონზე საბოლოოდ ჩნდება კითხვა, მოსკოვის მექანიზმი რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით მომზადებული დოკუმენტია თუ მორიგი დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ დასკვნას რეალობასთან კავშირი არ აქვს და მისი ერთადერთი მიზანი კრიზისში მყოფი ოპოზიციის დახმარებაა. მით უმეტეს, რომ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას EUTOS 57 წევრი ქვეყნიდან 34 მხარი არ დაუჭირა, მათ შორის საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატებია. ქართულ ოცნებაში კიდევ უფრო მეტ ეჭვს თავად ექსპერტის ვინაობა ბადებს, უმრავლესობის წარმომადგენლები იხსენებენ, როგორ იყვნენ პოლონელები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სქემაში ჩართულები. საკითხი უკვე შეაფასა მთავრობის მეთაურმა, კომენტარები მოვისმინეთ ოპოზიციურ ფლანგშიც. მეტი დეტალებით ლელა ჯავახიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. ლელა, ვინ რას ამბობს გავრცელებულ დოკუმენტთან დაკავშირებით? მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა დღეს პირველი კომენტარი გააკეთა და საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ამ საკითხზე, უპასუხა ყველა მიმართულებით დასმულ შეკითხვას. ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიში არის გარკვეული ჩანაწერები, რაც მთავრობამ შესაძლოა მხედველობაში მიიღოს და გაითვალისწინოს, ანგარიში მთლიანობაში არის პოლიტიზირებული და ამბობს, რომ ამაზე მიუთითებს არაერთი ფაქტორი, მაგალითად, თვითონ დასკვნის მომზადების მოკლევადიანი პროცესი და ამ პროცესში გამოვლენილი ინტერესთა კონფლიქტი, რაც ნიშნავს იმას, რომ თავად მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი გახლდათ პოლონეთი და პოლონელი იყო ექსპერტი, რომელიც მოგვიანებით გაირკვა, რომ არის მჭიდროდ დაკავშირებული პოლონეთის მთავრობასთან და არ არის ის მიუკერძოებელი. ფაქტია, რომ არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი. რეალურად პროცესი იყო ინიცირებული მათ შორის პოლონეთის სახელმწიფოს მხრიდან და გაირკვა, რომ ეს ადამიანი თვითონ ყოფილა პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი, ეს იყო პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ინტერესთა კონფლიქტი დამალა ამ კონკრეტულმა ადამიანმა, ეჭვებს აღრმავებს, ხო, რეალურად ყველამ ვიცით, რომ წინასწარ იყო დაწერილი ის დასკვნა, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა. და საბოლოო ჯამში ყველა ხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე სიცრუით არის გაჯერებული ეს დასკვნა, რაზეც საზოგადოებას კიდევ უფრო ფართოდ წარუდგენთ ჩვენ ინფორმაციას. პირველ რიგში ვამხელთ ყველა იმ სიცრუეს, რომელიც არის ასახული ამ დასკვნაში. ასევე მე მინდა აღვნიშნო, რომ ამ დასკვნაში არის წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინება არის აუცილებელი. ანუ ასეთი ჩანაწერებიც არის ამ დასკვნაში, თუმცა მთლიანობაში პოლიტიკურია საფუძველი, სარჩული ამ პროცესების უკან. თქვენ იცით, რომელი ქვეყნები იყვნენ თავში ამ პროცესის ინიციატორები, შემდეგ როგორ გაგრძელდა ეს პროცესები. თავიდან ბოლომდე არის, რა თქმა უნდა, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი ის პროცესი, რომელიც წამოიწყეს საქართველოზე მეტად არადემოკრატიული ქვეყანა ვერ ნახეს EUTOS მასშტაბით. საქართველო არის მოწინავე EUTOS ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. ხო, ეს ორმაგი სტანდარტი არის ძალიან თვალსაჩინო და სამარცხვინო ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ მომძიმეს პროცესებს, რომლებიც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში. რაც შეეხება წამებას არის მტკნარი სიცრუე, რაც შეეხება ძალადობრივ ინციდენტებს, გადასტომებს, მათ შორის სავარაუდოდ დანაშაულებრივ გადასტომებს, აქ პრაქტიკული პრობლემები იყო, რის გამოც კონკრეტული დამნაშავეების დასჯა ვერ მოხერხდა, თუმცა ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები იმისათვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში და თქვენ გახსოვთ, რომ მათ შორის ამ მიღებული ზომების შედეგია 4 ოქტომბრის პროცესები. 4 ოქტომბერს ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ისე მოხერხდა დაპირისპირება ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მორიგ მცდელობასთან. ხო, ჩვენ ზომები მივიღეთ უკვე ამ მიმართულებით. შესაბამისად, შენიშვნა, რომელიც არის გამოთქმული ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არის ხედულობაში მისაღები და პასუხისმგებლობა
ვიღებთ იმაზე, რომ ახალი მენეჯმენტით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო საფრთხების სამსახურის ახალი მენეჯმენტით მომავალში მაქსიმალურად იქნება არიდებული თავიდან ასეთი გადასტომები. საქართველოში არ მოქმედებს არც ერთი რეპრესიული გაგებით, კანონი იმ გაგებით, რა გაგებითაც საუბრობენ კონკრეტული პირები, ხო? არც ერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი არის პროპორციული. ჩვენ მისად ვართ სათითაოდ განვიხილოთ ნებისმიერი კანონი, რასაც ეს ადამიანები საუბრობდნენ. მათ არ მოწონთ ერთი გამჭრელობის კანონი, რომელიც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არის შესაბამისობაში თანაზომიერების პრინციპთან. მათ არ მოწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ და ოჯახური ღირებულებების შესახებ. პირდაპირ უწერია ამ ქალბატონს თავის დასკვნაში, რომ თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ აგერ ბათუმის იუსტიციის სახლში და შეგიძლიათ ჩაეწეროთ კაცად. ჩვენ ამის უფლება უნდა მოგცეთ. ამას გვაძალებს ეს ქალბატონი. არანორმალურია ეს ყველაფერი, ხო? პატრიცია გჟებიკმა საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო 2 წლის მოვლენები მხოლოდ ორდღიანი შეხვედრებისა და ონლაინ გამოკითხვების საფუძველზე მოამზადა. ეს ფაქტი და კიდევ მისი მჭიდრო კავშირები პოლონეთის მთავრობასთან კი ქართულ ოცნებას თამამად აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს დასკვნა იყო წინასწარ მომზადებული, თუმცა ხელისუფლებისგან განსხვავებით კითხვები არ აქვთ ამ დასკვნის ავტორის არც კომპეტენციასა და მიკერძოებულობასთან დაკავშირებით მათ ოპონენტებს. ეს ქალი არის უმაღლესი კალიბრის აკადემისტი და აქვს თუ ნახავთ ძალიან დიდი გამოცდილება მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მუშაობის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში ატარებს შესაბამის კვლევას. ამიტომ მე არ ვიცი, ვის შეიძლება გააჩნდეს კითხვები მისი კომპეტენტურობის ან დამოუკიდებლობის თაობაზე. 2 დღე ატარებდა ინტერვიუებს თბილისში. იქამდე და მერე მუშაობდა. ეს ქალბატონი, რომელიც თითქოს და ავტორი გახდათ ამ ყველაფრის, საქართველოში სულ რაღაც 2 დღით იმყოფებოდა და რამდენიმე დღეში გაეცნო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას და ჩამოაყალიბა ამხელა ტექსტი. ეს ქალბატონი აღმოჩნდა, რომ არის პოლონეთის მთავრობასთან ძალიან დაახლოებული პირი, ფაქტობრივად მათი თანამშრომელი არის, ხელშეკრულებებით მუშაობს სხვადასხვა ტიპის პოზიციებზე და ჩვენ კარგად გვახსოვს პოლონეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია. ისინი გამოკვეთილად გულშემატკივრობენ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს. მათი მხრიდან ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მაგალითად საგარეო საქმეთა ministris მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია ყვაოდა, როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ ქართულ ოცნებას დემოკრატიაზე და მათი მთავრობის მხრიდან ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია განცხადებები, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და იგი უნდა გათავისუფლდეს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მთლიანად ლოგიკური ჯაჭვი აწყობილია. ეს ყველაფერი უკვე გამზადებული იყო, პირდაპირ გადატანილი იყო კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის message box-ი ფურცელზე და შემდეგ ამ ფურცელზე ხელი მოაწერა იმ ადამიანმა, ვინც დავალებებს იღებს პოლონეთის მთავრობისგან. ერთადერთი მიზეზით, რომ როდესაც ეს გამარგინალებული ჯგუფები ესაუბრებიან თავიანთ ბაბლს, უკვე დამაჯერებლებიც აღარ არიან და ამ შემთხვევაში რაღაცა დამატებითი ჟანგბადი მიაწოდეს. პოლონეთთან ერთად საქართველოსთან დაკავშირებით მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების ინიციატორები და შემდგომ უკვე ამ მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებული დასკვნის მხარდამჭერები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, გერმანია, უკრაინა, მოლდოვა. თუმცა ამ ანგარიშს საქართველოს შესახებ მხარი არ დაუჭირა EUTO-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის არც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და არც საქართველოს მეზობელმა სახელმწიფოებმა. მადლობა ლელა, თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა. საქართველოში ქალები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ბოლო კვლევით დასტურდება, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლების 99% ღამით მარტო სიარულისას უსაფრთხოების ყველაზე მაღალ განცდას გამოხატავს. ეს მაშინ, როდესაც გლობალური ასოცია Worldwide Independent Network of Mr. and OP-ის უახლესი ყოველწლიური კვლევით გლობალური ქალები საშუალოდ 45% აღნიშნავს, რომ ღამით მარტო სიარულისას თავს დაცულად არ გრძნობენ. მამაკაცებში კი ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 26%-ია. საქართველოს შედეგები განსაკუთრებით საყურადღებოა იმიტომ, რომ ის ეწინააღმდეგება ფართო გლობალურ ტენდენციებს. ამ შედეგის ასახსნელად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი გორბი, რომელმაც მსოფლიო ასოციაციის კვლევის ფარგლებში საქართველოში საველე სამუშაოები ჩაატარა. კვლევის შედეგები საქართველოს იმ ქვეყნების რიგში აყენებს, სადაც ქალები ღამით საჯარო სივრცეში თავისუფლად გადაადგილებისას ყველაზე მაღალ თავდაჯერებულობას გამოხატავენ. იმ გლობალურ კონტექსტში, როცა ბევრი ქალი უსაფრთხოების პრობლემების გამო კვლავ იზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას, ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან სოციალურ მონაპოვარს, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებასაც პოლიტიკის გამტარებლებმა და საზოგადოებამ უნდა შეუწყონ ხელი.
მართულ გუნდში აცხადებენ, რომ საერთაშორისო კვლევის შედეგები სწორი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რაც ქართული ოცნების თქმით გლობალურ კვლევებში საქართველოს მოწინავე პოზიციებითაც დასტურდება. საკითხი შეაფასა საქართველოს მთავრობის მეთაურმაც. ეს კვლევაც საინტერესოა და ზოგადად ყველა ინდექსი, რეიტინგი შეგიძლიათ ნახოთ, საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვის უსაფრთხოების კუთხითაც გამორჩეულია. ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რასაც ყველა რეიტინგი აჩვენებს და ეს კვლევაც ბუნებრივია არის ამის გამოხატულება. რა თქმა უნდა, ხას უსვავს თუ რამდენად ეფექტურად მუშაობენ ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტრო, იგივე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა შორის აქ აუცილებლად უნდა გაგვახსენდეს გახარიას პარტიის პოზიცია, რომ თურმე სუსი უნდა გაუქმდეს საქართველოში და ბიუჯეტი შეუმცირდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხო, ესეთ აბსურდში ტრიალებენ ეს აქტორები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალიან პოზიტიური, ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის არ არის ასე ვთქვათ მომგებიანი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ჩვენი ქალბატონებისთვის, თუმცა ეს რა თქმა უნდა ტურიზმის ასე ვთქვათ შემოდინებასაც ხელს უწყობს. ჯამურად 2008 წელთან შედარებით 6.5-ჯერ არის გაზრდილი ქალთა გაუპატიურების სტატისტიკა მთლიანად ევროპაში, რაც ძალიან სამწუხარო არის და ამ დანაშაულის ჩამდენი სადისტების აბსოლუტური უმრავლესობა არიან მიგრანტები, ხო? აი ეს დამართა ევროპას ამ უკონტროლო არალეგალურმა მიგრაციამ. კვლევა, რომელთაც დაადასტურა ჩვენს სახელმწიფოში არსებული მშვიდობის პოლიტიკის შედეგად დადგენილი ძალიან მაღალი დონის წესრიგი, კრიმინალის დაბალი ხარისხი და მე გამოვთქვამ, რომ არა მხოლოდ ქალები, არამედ კაცებიც ქუჩაში ღამით გრძნობენ თავს მშვიდად და მშვიდ პირობებში ხდება საქართველოში ცხოვრება, მიმდინარეობს ცხოვრება, იგივე ტურისტული ნაკადები, რომელიც საქართველოში სულ უფრო და უფრო იმატებს, იმის ფონზე, რომ ჩვენს გარშემო ახლო აღმოსავლეთში რა მძიმე ვითარებაა, არაერთი დასკვნა, არაერთი კვლევა, მათ შორის გორბის კვლევა, მათ შორის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც საუბარია, რომ საქართველო არის უსაფრთხო სახელმწიფოდ მიჩნეული, მეტყველებს ქართული ოცნების ხელისუფლების სწორ პოლიტიკაზე, რომელიც არის მშვიდობაზე ორიენტირებული და იწვევს, რა თქმა უნდა, კრიმინალის მაქსიმალურად დაბალ დონეს. ამბასადორ აილენდ ბათუმი აჭარაში მასშტაბური პროექტის ფარგლებში პირველი ცათამბჯენის მშენებლობა დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მინისტრთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. მანამდე მათ სიტყვით მიმართეს ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, პროექტი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტური განხორციელება სრულიად რეალურია. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბათუმის კუნძულს 59% მთლიანად რეკრეაციული ზონებს დაეთმობა. სამუშაოები მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო საინჟინრო და ურბანული გეგმარების კომპანიების, მათ შორის ბრიტანული არუპის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს, რაც ჭკვიანი ქალაქისა და მდგრადი განვითარების პრინციპების უმაღლეს დონეზე დაცვას უზრუნველყოფს. პრემიერის თქმით, პროექტის მოცულობა და ეკონომიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა შედეგის მოტანა შეუძლია ქართული ბიზნესის პოტენციალსა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის სინერგიას. მხოლოდ პირველი შენობისთვის 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. კუნძულის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ კი ბიუჯეტში წლიურად 65 მილიონი დოლარის გადასახადი შევა. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი ასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. დღეს ჩვენ საფუძველს უყრით ამბასადორის კუნძულის პირველ უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად შავიზღვისპირეთში. ეს ინიციატივა არის ნამდვილად უპრეცედენტო მასშტაბის, ზღვაში 84 ჰექტარი ტერიტორიის ფორმირება არის რა თქმა უნდა ურთულესი საინჟინრო გამოწვევა. უკვე ხედავთ, რომ მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი არის შესრულებული და 48 ჰექტარი მიწა უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტიანი განხორციელებაც კი არის შესაძლებელი და აბსოლუტურად რეალური. ჩვენთვის ძალიან ღირებულია ბუნებრივი ამ პროექტის ეკონომიკური განზომილება, მხოლოდ პირველი ცათამბჯენის შენებლობაში 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.
კუნძულის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ ბიუჯეტში წლიურად 65 მილიონი დოლარის გადასახადი შევა. ახალი კუნძულის ტერიტორიის 59% დაეთმობა რეკრეაციულ ზონებს. სამუშაოები მიმდინარეობს სოფლიოში წამყვანი საერთაშორისო საინჟინრო და ურბანული გეგმარების კომპანიების, მათ შორის ბრიტანული არუბის უშუალო ჩართულობით, რაც ჭკვიანი ქალაქის და მდგრადი განვითარების პრინციპების უმაღლეს დონეზე დაცვას უზრუნველყოფს. პროექტის მოცულობა და ეკონომიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, რომ ამხელა შედეგის მოდენა შეუძლია ქართული ბიზნესის პოტენციალის და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის სინერგიას. ჩვენ 2029 წელს უკვე ვიხილავთ დასრულებულ პირველ სათამჯენს. ეს იქნება განვითარების და პროგრესის ახალი სიმბოლო, რომელიც ბათუმს და ზოგადად საქართველოს კიდევ უფრო მყარად დაუმკვიდრებს ადგილს სოფლიოს საინვესტიციო და ტურისტულ რუკაზე. საქართველო ნათლად აჩვენებს თავის პოლიტიკას და განაგრძობს იყოს საიმედო პარტნიორი. საქართველოს ეკონომიკის ზრდა და განვითარება ჩვენს მიერ წარმოებული და აღწერილი პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ინვესტორები ხედავენ ჩვენს რეგიონალურ უპირატესობებს, ხელისუფლების სიმტკიცეს და ენდობიან შექმნილ ბიზნეს გარემოს. ვიღებთ ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას, რომელსაც გრძელვადიანი ხედვა და სტრატეგია გააჩნია. პროექტი, რომლის განვითარების მორიგ გამორჩეულ ეტაპსაც დღეს ვიწყებთ, ყველაფერი ზემოთქმულის მკაფიო მაგალითია. ქვეყნის მიმზიდველობა განაპირობებს მსგავს პროექტებს. მსგავსი პროექტების განვითარება კი ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი. ამისი ნათელი მაგალითია სწორედ ამბასადორის ხელოვნური კუნძულის პროექტი, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. შავი ზღვის სანაპიროზე შეიქმნება თანამედროვე მაღალი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელი, კომერციული და მოსასვენებელ სივრცეებს. ბათუმის კუნძული დღეს უკვე არ არის სამშენებლო ობიექტი, ის არის ცოცხალი ეკონომიკური ორგანიზმი, რომელსაც შეუძლია უმასპინძლოს როგორც საერთაშორისო, აგრეთვე ადგილობრივ ბიზნეს და შექმნას აქტიური ბიზნეს გარემო და განვითარება. ჩვენ სულ რაღაც 2 კვირის წინ მოვახდინეთ მეორე ნახევარკუნძულის ნაწილის, კერძოდ 21 ჰექტარის ექსპლუატაციაში მიღება და ჯამურად მიწის ნაკვეთებიდან, რომელიც არის 84 ჰექტარი, ექსპლუატაციაში დღესდღეობით მიღებული არის 50%-ზე მეტი. დღესვე პრემიერი აჭარაში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ოცნების ქალაქის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაიცნო. მთავრობის მეთაური შეხვდა ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომლებსაც მშენებლობის დასრულების შემდეგ ბინების საკუთრებაში გადაეცემათ. მასშტაბური სოციალური პროექტის მეორე ეტაპის პარკლებში 3 8 სართულიანი და 6 13 სართულიანი корпуსი შენდება, სადაც ბინას 1077 ოჯახი მიიღებს. 8 სართულიანი корпуსების მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო 13 სართულიანი корпуსების მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება. ტერიტორიაზე ეწყობა შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურა. ოცნების ქალაქში იგეგმება საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის და საბავშვო მოედნის მშენებლობაც. პროექტის პირველ ეტაპზე უკვე აშენდა 3 12 სართულიანი მრავალბინიანი სახლი, სადაც ბინას საკუთრებაში 582 ოჯახს გადაეცა. ვართ ბინის მოლოდინში ჩვენ გადმოგვეცა მეორე ეტაპის ფურცლები, სადაც გვეძლევა საშუალება იმის, რომ მეორე ეტაპის ბინებს დაველოდოთ. ძალიან ბევრი ოჯახი, ანუ ეს ბინები შენდება 1077 ოჯახებისთვის. მოლოდინი გვაქვს იმის, რომ ბევრად უკეთეს ადგილას გადავალთ და უკეთეს პირობებში ვიცხოვრებთ. ცხოვრობ ჩვენ ამ ოცნების ქალაქში, აი ეს პირობები ჩვენ ბავშვებს აუსრულდება ის ოცნება, რომელიც შენდება აი ბინები და ჩვენ დიდი მადლობელი ვართ ხელისუფლებიდან, ყველანაირად ხელს ვიწყობენ. არ გქონდა იმ თავიდან ძალიან გაუსაზღრის პირობებში ცხოვრობდით. არ გქონდა შუქი, არ გქონდა წყალი, დაგვიდგა ხელისუფლება გვერდში. კომპლექსი შედგება 9 корпуსიდან. დღეს მდგომარეობით მხრიდან 3 корпуსის მონოლითური სამუშაოები დასრულებულია. 6 корпуსის მონოლითური სამუშაოების დაახლოებით 80-85% შესრულებული. ჩვენი ვარაუდით აპრილში მონოლითური სამუშაოები დასრულდება. კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა გვაქვს 2028 წლის თებერვლის თვე, თუმცა სულცირე 6-დან 8 თვემდე პერიოდით უფრო ადრე დავამთავრებთ. ეს არის ოცნების დასახლებაში მშენებლობის, სოციალური სახლების მშენებლობის მეორე ეტაპი.
პროექტის ღირებულება 129 მილიონ ლარზე მეტია. თავისი არსით ამ პროექტმა 1077 ოჯახს უნდა მისცეს კეთილმოწყობილი საცხოვრისი. ამ პროექტის მნიშვნელობა მოგეხსენება თავისი სოციალური არსით და ასპექტით ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქ ყოფ ადამიანებს ექნებათ ღირსეული საცხოვრისი. თავისი არსით ეს მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე დაახლოებით 53 მილიონ ლარზე მეტი იქნა დახარჯული, 582 ოჯახს უკვე კეთილმოწყობილ საცხოვრისში აქვს ცხოვრების შესაძლებლობა. უკვე მე-15 დღეა ირანში შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. დარტყმები ხორციელდება ირანის ბირთვულ ობიექტებზე, ბალისტიკური რაკეტების საწარმოებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, თეირანში, შირაზსა და სხვა ქალაქებში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანში ხარგის კუნძულიც დაბომბა, სადაც ირანის ნავთობის მსხვილი ტერმინალია განლაგებული. დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრძანება მან გასცა, სამხედრო სამიზნე კი სრულად განადგურებულია. ისლამური რესპუბლიკის საპასუხო შეტევების შედეგად კი კონფლიქტი ირანის საზღვრებს გასცა. თეირანმა შეუდია ისრაელსა და ყურის ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ ბაზებს. ნავთობის ფასები მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა ჰორმუზის სრუტის ბლოკირების მცდელობის გამო. ჩემი ბრძანებით ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვა განახორციელა ხარგის კუნძულზე. ყველა სამხედრო სამიზნეს სრულად განადგურდა, რომელიც ირანის მთავარი სტრატეგიული ობიექტია. მე გადავწყვიტი არ გამენადგურებინა კუნძულის ნავთობის ინფრასტრუქტურა, მაგრამ ირანი ან ვინმე სხვა თუ რაიმეს მოიმოქმედებს, რათა ხელი შეუშალოს გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გადავხედავ. ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და არც შესაძლებლობა დაემუქროს შეერთებულ შტატებს და მსოფლიოს. ირანის სამხედრო ძალებს და ამ ტერორისტულ რეჟიმთან დაკავშირებულ ყველა მხარეს მოვუწოდებ, სჯობს იარაღი დაყარონ და გადაარჩინონ ის, რაც დარჩა მათი ქვეყნისგან, რაც არც ისე ბევრია. აფეთქება იყო ამსტერდამის ერთ-ერთ ებრაულ სკოლაში, როიტერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამსტერდამის მერმა მომხდარი ებრაული საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ აქტად შეაფასა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. პოლიცია ვიდეო ჩანაწერებს შეისწავლის, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. მანამდე კი Times of Israel-ის ცნობით მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამისტმა ექსტრემისტებმა უკვე აიღეს. კიევის ოლქის 4 რაიონში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 13-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობები, სასწავლო დაწესებულებები, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, საწარმოო და საწყობის შენობები და რამდენიმე ავტომობილი. თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომლის ლიკვიდირებას მეხანძრეებმა დროულად შეძლეს. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური. საპასუხო შეტევებს ახორციელებს უკრაინაც. რუსეთში კრასნოდარის მხარეში ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანასა და პორტში ხანძარი გაჩნდა. მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნა იყო. დაშავდა 3 ადამიანი. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. ეკვადორის დედაქალაქ კიტოში ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს. პროტესტის მიზეზი ქვეყნის ეკონომიკური კურსია. აქციის მონაწილეები შრომით რეფორმებს, უმუშევრობასა და ბიუჯეტის შემცირებას აპროტესტებენ. უკვე 2 დღე ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელმაც მომიტინგეების დასაშლელად სრემსადენი გაზი გამოიყენა. მოსახლეობა პროტესტის გაგრძელებას აპირებს, ვიდრე ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოხდება და ქვეყნის ეკონომიკური სტრატეგია არ გადაიხედება. კარაკაში კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ შორის შეხვედრა გაიმართა. მიზანი მხარეებს შორის ურთიერთობების განახლება, ერთიანობისა და სოლიდარობის აღდგენა იყო. შეხვედრაზევე დელსი როდრიგესმა დონალდ ტრამპს მოუწოდა ვენესუელას სანქციები მოუხსნას. მინდა ვისარგებლოს შემთხვევით მივმართო შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ვაცნობო, რომ ვენესუელის ხალხის წინააღმდეგ მიმართული ცალმხრივი იძულებითი ზომები გავლენას ახდენს ჩვენს ხალხზე ლათინურ ამერიკაში. ეს კოლუმბიისა და ვენესუელის ეკონომიკასაც აზარალებს. ჩვენი ხალხის მოწოდება ვენესუელასთვის დაწესებული სანქციების გაუქმებაა. შინაგან საქმეთა მინისტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ დანაყოფებს და საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურს ეწვია. გეკა გელაძე მოადგილეებთან ერთად დანაყოფებისა და დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაიცნო.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. გამოძიების ინფორმაციით დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში ბრალდებულებმა ყოფით ნიადაგზე 42 წლის პირს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით, განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს. მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, ბრალდებულების შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიება 119 მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უბადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს თბილისსა და რეგიონებში 15 პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს დედაქალაქის აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა პირადი საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების შხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. ასევე დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე წარსულში ნასამართლები პირები. ერთი დღე ფინალურ დაპირისპირებამდე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიას დაუპირისპირდება. შეხვედრა ხვალ თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მე-18-ად რაგბი ევროპის ჩემპიონი გახდება და ტიტულს ზედიზედ მე-9-ად შეინარჩუნებს, რითაც საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს. ლაშა დვალიშვილი იმყოფება მადრიდში. ლაშა, როგორია განწყობა და რას ამბობენ ქართველი მორაგბეები მნიშვნელოვან დაპირისპირებამდე? დიახ, ლუკა, მოგესალმები და შენთან ერთად მეც იმის მოლოდინში ვარ, რომ საქართველოს ნაკრები ხვალ მოიპოვებს ამ გამარჯვებას, იმიტომ რომ სხვაგვარად არ შეიძლება გამომდინარე ჩვენი ნაკრების შემადგენლობიდან, გამომდინარე იმ მორაგბეების სახელებიდან და გვარებიდან, რომლებიც იცავენ წლებია საქართველოს ღირსებას და იცავენ ძალიან ღირსეულად. შესაბამისად, ხვალინდელი მატჩისთვის ბუნებრივია გუნდში განწყობა ამაღლებულია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ გუნდში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ჩამოვიდა მადრიდში, გუნდში ვარჯიში არ გამართულა. შესაბამისად, ბიჭებმა დაისვენეს და პრაქტიკულად აი რუმინეთის თამაშის მერე, მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული დღეები აღდგენისათვის, გუნდშინაც მთელი დღე დაუთმეს აღდგენას. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რასაკვირველია, ხვალინდელ დაპირისპირებას და ითავისებენ იმასაც, რომ პორტუგალიის ნაკრები ბოლო პერიოდში საგრძნობლად განვითარდა, ძალიან პროგრესირებს, სწრაფად პროგრესირებს ეს ნაკრები და შესაბამისად ამაზე ამ ყველაფერზე მათი განცხადებებიც მეტყველებს, რომლებიც დაუმალავად ბოლო დღეების განმავლობაში ხაზს უსვამენ მსმენელის და მოთამაშეების, მათ შორის ჩვენი მომდევნო მეტოქის კაპიტანიც, რომ მადრიდში ჩამოსულები არიან, არა იმისთვის, რომ მხოლოდ დაპირისპირებაში მიიღონ მონაწილეობა და უბრალოდ თამაში ჩაერთონ, არამედ იმისთვის, რომ დაამარცხონ საქართველოს ნაკრები. საქართველოს ნაკრების დამარცხება მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთული იქნება პორტუგალიელებისთვის, თუმცა ეს მათი განცხადებები გვაძლევს იმის წინაპირობას და გვიქმნის იმის წინაპირობას, რომ შეხვედრა უშეღავათო ბრძოლაში წარიმართება საინტერესო და დაძაბული გამოდგება. პორტუგალიელებმა მიხედონ თავიანთ თავს, ჩვენ ჩატარებულ 27 შეხვედრაში 19-ჯერ გვყავს დამარცხებული პორტუგალიის ნაკრები და იმედია ხვალ მე-20-ით დავამრგვალებთ ამ ყველაფერს უკვე მადრიდში, მიუხედავად აი ამ ყველაფრისა, რომ სტატისტიკა ჩვენ მხარეს არის, თავისთავად ცხადია, ქართველი მორაგბეები ძალიან დიდ პატივს სცემენ მეტოქეს და აფასებენ მათ შესაძლებლობებს და შესაბამისად განწყობა გუნდში არის ძალიან საბრძოლო, ძალიან ოპტიმისტური, ისე როგორც ჩვევია საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს და რასაც შეგვაჩვიეს ჩვენ ველით მათგან ბუნებრივია ძალიან კარგი ხარისხის თამაშს და ველით გამარჯვებას და განწყობა შესაბამისია ჩვენს ნაკრებში. განწყობა იდეალური გამომდინარე იქიდან, რომ ფინალს თამაშობთ, კარგად მომემზადეთ ფინალისტვის, ყველანაირი მინუსი რაც იყო ვეცადეთ დაგვემუშავებინა და ბოლო თამაში არის, ფინალია და ბიჭები ყველაფერს ვიზამთ, ყველაფერს დავდებთ მოედანზე, რომ ჩვენი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ. ახალი სამწვრთნელო შტაბი გვყავს, კიდევ არაერთი დებიუტანტი გვყავდა, გამომდინარე აქედან, რომ ახალი სამწვრთნელო შტაბი გვყავს, ძალიან ბევრი სიახლე არის მათ ახალი მოთამაშეებისთვისაც და ჩვენთვისაც. ამიტომ გვიწევდა ამ ახალი სისტემებთან შერწყვა და აქედან გამომდინარე ნორმალური არის შეცდომები, მაგრამ კვირიდან კვირამდე გუნდი უმჯობესდებოდა. მოსალოდნელი იყო პორტუგალის ფინალში
მოსვლა. სიმართლე რო გითხრათ, მეც გულშემატკივრობდი და გულშემატკივრობ პორტუგალიას, იმიტომ რომ პორტუგალია რაც უფრო ძლიერი გუნდი იქნება, მით უფრო კარგი თამაში იქნება ჩვენთვისაც და მით უფრო საინტერესო იქნება. რას უნდა ვფრთხილდეთ და ყველაზე დიდი პლუსი პორტუგალიასთვის არის ჩემი აზრით ხაზის თამაში. ხაზში ძალიან კარგი და ძლიერი მოთამაშეები ყავთ. აი ასეთი განწყობაა საქართველოს ნაკრების რიგებში და შესაბამისად ჩვენ ზედმიწევნით კარგად გვყავს შესწავლილი პორტუგალია, რაც და როგორც არ უნდა განვითარდეს ეს გუნდი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩემ ზურგს უკან სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა კაპიტნების ფოტოსესია, ეს იყო ტრადიციული მოვლენა და აქვე იმასაც გეტყვით, რომ რაგბი ევროპის საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა შეხვედრა ჩატარებულიყო ერთ ლოკაციაზე მადრიდში და შესაბამისად ხვალინდელი დღის გვირგვინი იქნება საქართველოს პორტუგალიის დაპირისპირება. მე და ჩვენი გადამღები ჯგუფი კურიერს დაუბრუნდება უკვე 9 საათზე. ჩვენ დავესწრებით კაპიტნის ვარჯიშს, რომელიც დღეს საღამოს გაიმართება და შესაბამისად შევესწრებით მოგაწოდოთ ახალი კომენტარები და ახალი ინფორმაციები საქართველოს რაგბის ნაკრების ირგვლივ. მადლობა ლაშა და წარმატება ჩვენს მორაგბეებს. კურიერი 3 საათზე ამით დასრულებულია. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.lg ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვერდით rustavi2-ს Facebook გვერდზე. მე 6 საათამდე გემშვიდობებით დროებით.